14 იანვარს ქართული თეატრის დღეა, რომელიც გიორგი ერისთავს გორს და სპექტაკლ გაყრას უკავშირდება აღდგენილი ქართული თეატრის ისტორია 1858 წელს გორში დაიწყო სპექტაკლი გაყრა. პირველად სწორედ გორში იხილეს, შემდეგ კი თბილისში გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობს კახა ბერიძეს უნდა გაგაცნოთ რა საკვირველია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერისთავის სახელობის ჯილდოს მფლობელია და ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი ადამიანზე, რომელიც 47 წელია სცენაზეა და პირველად 14 წლის ასაკში ეზიარა გორის თეატრს. მსახიობზე უფრო მეც მარიშკა მამაგეიშვილის სიუჟეტიდან შეიტყოთ, რომელიც როგორც წესი ყოველთვის ძალიან საინტერესო სიუჟეტებს გვთავაზობს ხოლმე. ვიდრე არის ტაში, ხوار ტაში ძლივი და აი ტაში როა ისეთი და ამას როგორ ძნობ თითქოს ზღვაში მოცურავ რომ მოდიხარ პაკლონზე და უკრავ თავს. ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ ამისთვის ღირს სიცოცხლე. მართლა. პირადად ჩემთვის ეს თეატრი არის ყველაფერი. შეიძლება ითქვას სანტიმეტრებით ვიცი ეს თეატრი და მართლა ძვირფასია ჩემთვის, იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია გორის თეატრის გარეშე. თეატრში ყველაზე საყვარელი ადგილი იმალია. ეს ხო? ეცი რატო იმდენად ხშირად გიწევს აქ ჯდომა და ჯერ ქალი წარმოიდგინე სარკეში ყურები და კაცი ყოველ დღეს სარკეში იფრანჭე, თვალები ამოიყვანე, საშინელებაა, მაგრამ აგზი ხარ კითხულობ ქვეყნის ცნობის ხვდები ყველას ვინ შემოდის მსახიობი დიდი პატარა ბავშვები აი ახალგაზრდები ჩვენები საინტერესოა სარკე და საგრემიერო მაგიდარი ჩვენი განუყრელი მეგობარი თეატრში. სცენაზე გასვლამდე ნერვიულობა თუ შემოგრჩათ თქვენ? აი სცენამდე კი სცენაზე უკვე აღარ. სცენაზე აღარც ტკივილი ვერაფერს შეროს შედიხარ უკვე სხვა სამყაროში გადადიხარ რა განცდარი იქ თუ განცდები შეყვავ რაღა უნდა გააკეთო. ვერაფერს ვერ გააკეთებ. ამდენად ეხლა ესე იმიტომ ვიფრანჭები იმას თამაშობ რა ქვია პრინც რაღაც დროს ჩემი პრინცობაა რა ქვია 60 წლის პრინცი ჩემი ბიძა მსახიობი იყო გორის თეატრის ბებიას დავყავდი ყოველთვის სპექტაკლზე. ძალიან პატარობიდან. როგორც მსახიობი 78 წელს, მაშინ 14 წლის ვიყავი. და 78 წლამდე ვსეკვავდი. მაშინ ქალაქში იყო საქალაქო ოლიმპიადები მხატვრული თვითშემოქმედების დათვა. იქ ვსეკვავდი სცენაზე და სასწაული ის იყო, რომ მაშინ პიონერთა სასახლე ერქვა და გაკეთდა ბრემენელი მუსიკოსები. და იქ ვსეკვავდი ვირს. და ამ პერიოდში გორში თეატრში იდგმებოდა მარშაკის 12 თვე და ჭირდებოდათ ცხენი და დამაწინაურეს ვირიდან სასახლიდან გადმოვედი თეატრის სცენაზე როგორც ცხენი. მაგაზე იყო სასწაული ამ სასახლის დირექტორმა ბიძაჩემს მიულოცა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა შესანიშნავი ვირია კახავ. და მას მერე დავრჩი და ვარ გორში აქ რამდენი წელიწადია უკვე. რა საკვირველი არის საყვარელი როლები ხო მოყვე ძალიან ბევრია მაგრამ იყო თავის დროზე ვარსქენი შუშანიკის სამებაში იყო ღია შუშაბანდი ამირანი იყო ჯერ დაიხოცნენ მერე ქორწინეში სერგო ეხლა ცოტა ძნელი წარმოსადგენია მაგრამ მაშინ 17 წლის ვიყავი ძალიან ბევრი სპექტაკლი და ძალიან ბევრი როლია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვეღარ შევძლებ ახლა იმ ხტუნვას თორემ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. მაყურებელი რომ შემოდიხარ და ჩამიჩუმი არის მის
და გაიხსნება ფარდა და ხედავ მაყურებელი. დრამაზე ესეთი ხმაური არ არის. საბავშვო ის არის, ბავშვები ჟრიამულია, იმდენად ივსები და ესეთი სავსე ხარ აი ამ დროს. ხო მე ერთი სული გაქვს შეხვიდე სცენას. მე ბავშვების ემოცია, უშუალო ემოციები, ესეთი შეფასებები რო აქვს ბავშვებს, როგორ დაიჭირეს, როგორ გადასანსლეს. ყველა მსახიობს თავისი რიტუალი აქვს. აი მესამე ზარი დაიწყება თუ არა, მე ჩემთვის მამაო ჩვენოზე გადავდიო. მარტო მაქვს ერთი სკამი, აი ზივა. დავჯდები ჩემთვის და პარ წნარ. ბაგაბუქს იწებს გული. ახო არის გამონათქვამი რაკენი მოიტანე ტაში. ხო, ნუ ჩვენ ტაში მიგვაქვს. აი როგორ გითხრა, ეს არის ყველაფერი, მთელი სპექტაკლი, ანუ მთელი პერიოდი ვიდრე ემზადები სპექტაკლისთვის, ვიდრე შედგება პრემიერა, მოლოდინია ტაშის. და როცა გამოდიხარ უკვე პაკლონზე და იღებს შენ წილ ტაშს, გასაგებია სპექტაკლი იღებს, მსახი ყველა იღებს ამ ტაშს და შენი წილი ტაში როცა გაქვს, არ ვიცი, აი ადრენალინი, ადრე ცუდი სიტყვა იყო, ადრენალინი არ შეიძლებოდა გას რო გეთქვა. აი ზუსტად მაგ დროს ხდები ალბათ უბედნიერესი, ალბათ კი არა დაფრინავ სადღაც მაღლა. თუ დაუჭირე პაუზა და როგორ მოგდევს და როგორ შენთან ერთად უცემს გული, არ ვიცი ეს სასწაული შეგრძნება. აი სიამოვნება და ადრენალინი წერანაც თქვი, ზუსტად ეგ არის. ის განცდა.